მოგესალმებით. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში ვაპირებ ისეთ რაღაცას, რაც აქამდე არც ერთ ჩემს ვიდეოში არ მიქნია. ვიდეოს კომენტარებში აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მოგწონთ თუ არა მსგავსი ანიმეპედიის ვიდეოები. აუცილებლად მაინტერესებს თქვენი აზრი, ძველი voice-over-ული სტილი უფრო მოგწონდათ ანიმეპედიებში თუ ეს, რომელსაც ამ ვიდეოში ხედავთ. მოკლედ, ეს ყველაფერი ვიდეოს კომენტარებში, ახლა ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩაუჯექით ვიდეოს ჩიგრულად. მოგესალმებით ანიმეს გვად, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში კიდევ ერთ საინტერესო ანიმეპედიის ფურცელს გადავშლით. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ თუ ვინ არის ანიმე One Piece-ში, კერძოდ ჩალის კუდას მეკობრეებში ყველაზე სწრაფი პერსონაჟი. მოემზადეთ, მოეწყვეთ კომფორტულად და ერთად შევუღმავდეთ ამ ისტორიას. ჩალის კუდას მეკობრეები აღარ არის ის პატარა ჯგუფი, რომელიც East Blue-დან დაიცრა. დღესდღეობით ისინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საშიში ძალაა, ანუ იონკოს ეკიპაჟი. ყოველი ახალი კუნძული და ყოველი ახალი ბრძოლა ამ ეკიპაჟს უფრო და უფრო აძლიერებს. ჩვენ ვნახეთ ამ გუნდის ზრდა ალაბასტადან ეგჰედამდე, რომელიც ახლა უკვე ელბაფამდე გრძელდება. გუნდის თითოეული წევრი თავის სფეროში არის გენიოსი. ნამი არის საუკეთესო ნავიგატორი, ფრენკი შეუდარებელი ინჟინერი. აი, რობინი კი ერთადერთია, რომელსაც ისტორიის საკითხვა შეუძლია. მაგრამ როდესაც საქმე უკვე ბრძოლას ეხება, გულშემატკივრებში ჩნდება ერთი მთავარი კითხვა. სუფთა სისწრაფის თვალსაზრისით, ვინ არის ჩალის კუდის მეკობრეებში ყველაზე სწრაფი მეკობრე? ხოლო აი დღევანდელ ვიდეოში თითოეულ კანდიდატს დეტალურად გავნეხილავთ და ამაზე პასუხსაც გაგცემთ. და ალბათ უკვე გაინტერესებთ ვინ არიან პრეტენდენტები. სანამ მთავარ სამეულზე გადავალ, უნდა გითხრათ ის, რომ ყველა ჩალის კუდის მეკობრე სისწრაფეზე ორიენტირებული საერთოდ არ არის. მაგალითად რომ ავიღოთ, ჯინბეი არის დაუნდობელი ძალის და კარატის ოსტატი, ხოლო აი ჩოპერი და ნამი უფრო ტაქტიკურ ბრძოლას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა არ დაგვაუწყდეს, რომ გუნდში ყავს შავი ფეხის სანჯი. ბრუკი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პერსონაჟია სისწრაფის მხრივ. მისი სხეული მხოლოდ ძვლებისგან შედგება, რის გამოც ის წარმოუდგენლად მსუბუქია. მას წყალზე სირბილიც კი შეუძლია. მისი ფარიკაობის სტილი იაიცუ ეფუძნება მომენტალურ შეტევას. ის მეტოქეს მანამ ჭრის, სანამ ეს უკანასკნელი ხმლის ამოღებას დაინახავს. ბრუკი ხშირად მოკლე დისტანციაზე უფრო სწრაფია ვიდრე ბევრი სხვა მებრძოლი, მაგრამ გრძელ დისტანციაზე ის მაინც ჩამორჩება სხვა ლიდერებს. მოდი ახლა გადავიდეთ მონსტრების დუოზე და ეს მონსტრები არიან ზორო და ლუფი. ზორო არის ფიზიკური ძალის განსახიერება. მისი ვარჯიში ორიენტირებულია გამძლეობასა და დამანგრეველ დარტყმებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოროს აქვს საოცარი რეაქციის სიჩქარე, ამაში იმას გულისხმობ, რომ მას შეუძლია ტყუების და ლაზერების მოგერიება. მაგრამ ის მაინც არ არის სპრინტერი, ანუ მორბენალი. მისი სისწრაფე უფრო ფეთქებადია, ანუ ერთი სწრაფი ნახტომი შეტევისთვის. თუმცა ლუფისთან და სანჯისთან შედარებით ზოროს სისწრაფეში აშკარად მესამე ადგილზეა. ხოლო აი ჩვენი კაპიტანი არის ნამდვილი მონსტრი. JR2-დან მოყოლებული სისწრაფე მისი სტილის განუყოფელი ნაწილია. JR4-ის ნიკმენის ფორმაში მისი დარტყმები იმდენად სწრაფად იცვლიან მიმართულებას, რომ კაიდოსაც კი უჭირდა მათი დანახვა. ხოლო JR5-ში ლუფი საერთოდ არ ღვევს ფიზიკის კანონებს. მან შეძლო კიზარუს ანანუს სინათლის ადამიანთან თანასწორად სირბილი. ლუფი უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პერსონაჟი მთლიან ანიმეში, მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელიც მას ამ კომპონენტში მაინც ჯობნის. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანს ეძახიან სიჩქარის აბსოლუტურ მეფეს. დიახ, პასუხი ცხადია. სანჯი არის ჩალის კუდის ყველაზე სწრაფი მეკობრე და თუ რატომ, მოდი გადავხედოთ ფაქტებს. ლუფის სჭირდება ჯიარების ჩართვა იმისთვის, რომ სისწრაფე მოიმატოს, ხოლო სანჯისთვის ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. მისი საბრძოლო სტილი ეყრდნობა ფეხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაადგილების უნარი არის ძალიან მაღალ საფეხურზე. და ვინმესთვის ეს ყველაფერი გაუგებარი რომ არ იყოს, მოდი ამ ისტორიას უფრო ჩავწვდეთ. პირველი არის გენეტიკური მუტაცია. ვანო სარკაში სანჯიმ გააღვიძა თავისი გენეტიკური მოდიფიკაციები. ამან მას არა მხოლოდ რკინისებური სხეული, არამედ წარმოუდგენელი სისწრაფეც კი შესძინა. ხოლო ქუინთან ბრძოლისას სანჯი ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ ის უბრალოდ გაქრა. აი მეორე კი უკვე არის ავტორის კომენტარი. ეიჩირო ოდამ SBC-ში დაადასტურა, რომ ეს არ იყო რაიმე სახის ტექნოლოგიური უხილავობა, არამედ ეს იყო წმინდა სისწრაფე. სანჯი იმდენად სწრაფად გადაადგილდება, რომ ადამიანის თვალი და დაკვირვების ჰაკიც კი ვერ ასწრებს მის დაფიქსირებას. და ბოლოს უკვე არის ეგჰედის გმირობა. ეგჰედის ბოლო თავებში ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაჭრას სანჯიმ კიზარუს ლაზერი. კიზარუ მეტოქეს სინათლის სიჩქარით უტევს. სანჯიმ კი არა მხოლოდ დაინახა ეს შეტევა, არამედ ფიზიკურად გადაეფარა მას. უფრო მეტიც მან შეძლო ერთ-ერთი გოროსეის ნუსჯიუროს შეჩერება, რომელიც მანამდე მთლიან კუნძულზე ელვისებურად დარბოდა.
დღესდღეობით ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც შეიძლება რომ სანჯიზე სწრაფი იყოს, ეს თავად კიზარუა. თუმცა სანჯიმ უკვე განაცხადა თავისი ცნობილი ფრაზა: სიყვარული სიჩქარეზე უფრო ძლიერია. აი ეს სიტყვები არ არის მხოლოდ მეტაფორა. One Piece-ის სამყაროში ემოციები და ნება, ანუ ჰაკი ხშირად ჯობნის ბუნებრივ მოვლენებს. ანიმეს დასასრულს მოსალოდნელია, რომ სანჯი გახდება ყველაზე სწრაფი არსება მთლიან მსოფლიოში და რომ ის გადააჭარბებს სინათლის სიჩქარესაც კი. და საბოლოოდ მისი პიკური ფორმა იქნება ისეთი რაღაც, რაც აქამდე არც ერთ მეკობრეში არ გვინახავს. ასე რომ თუ მომავალში ვინმე შეგეკითხებათ თუ ვინ არის ყველაზე სწრაფი ჩალისკუდის მეკობრე, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ეს არის შავი ფეხის სანჯი. რა თქმა უნდა, ამ პერსონაჟის ევოლუცია ჯერჯერობით არ დასრულებულა და მომავალში ძალიან ბევრი სიურპრიზი გველოდება. და ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ? ამ ყველაფერს ეთანხმებით თუ მაინც მიგაჩნიათ, რომ ლუფის GR5 მაინც ყველაზე სწრაფია? აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი ვიდეოს კომენტარებში, რადგან თქვენი თეორიების მოსმენაც ძალიან საინტერესოა. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოს უკვე დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ეს დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარების ბლოკი, რომ არ გამოდავალოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები და აუცილებლად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.